გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო როგორ ბრძანდებით? კარგად მე იმედიც ვიქონიებ რომ კარგად ახართ და შვიდად დაждებით და მოგვისმენთ და ჩვენც კიდე შევეცდებით რომ კარგი საღამო ჩავატაროთ. დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. ჩემი ძმა და მეგობარი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ პატარაა ჩემზე წლოვანებით და შეიძლება ბევრად და ამიტომ აგერ ახლახან ასე რახეცა ჩევეხუტე რო იტყვიან ქუთაისელები იმელები და ინერი კაი ტკბილი კაცი, მურაბადად ტკბილი კაციო იმელებმა რო იციან, მაგრამ რას თავარია გურული ჩემო ბატონო. ჯერ უნდა გითხრათ რომ 95 ეს ყველაფერი გამომჭა იმიდან დავიბედი, იმდენად კაი კაცია ჩემი სტუმარი და თავისუფალი სივრცეა და ეს არის კიდე ბატონო კოტემ ჟავია ჩემო ბატონო, ჩემი მეგობარი უკვე დარწმუნებული ვარ, ისიც არ უარყოფს ამ ამბავს და ვიმეგობრებ ჩვენ და მადლობა დიდი ჩემო კარგო ადამიანო, შემოგერო ჩემი თავი მოგზადებისთვის აქა და დიდი პატრიოტია ჩემთვის შედის სტუმარი. უღრმესი მადლობა გურული კაცი ხარ, შემოგეულო ჩემი თავი და ძირითადად გურია მოვითავოთ თავიდან. იმიტომ რომ სადაც დაიბადე, სადაც გავსდილო ვარ, ჩობი ვარ და გვისტორია ის არის. ხო არის არა? იქიდან გამომდინარე ჩემო ერისთავი გავიხსენო და ბავშვობა გავიხსენო ჩემი, იმიტომ რომ გურიაზე ახლა მე ნაკლებს ვილაპარაკებ თავიდან გურია მორჩეთ. გურიას რას მორჩები? ხო. ახლა ვერ მორჩები, ახლა დარწმუნებული ვარ. პაწაშები. მე ვილაპარაკოთ საქმეზე, რა მოხელენაჩერნიკი ხარ, რასაკეთებ, მაგრამ საიდან მოდიხარ? რამე ყველაფერი აინტერესებს ახლა ხალხს შესაძლოა. იმიტომ რომ ნიჭიერი კაცი ხარ, ჩემო კარგო. მომღერალი ხარ, კარგად ღერი, კარგი იუმორი გაქვს. ნიჭი გაქვს, ნიჭი, რასაც ქვია. ნიჭი ძალიან დიდი ნიჭიო, გალაქტიონმა ბრძანა. რა კიდება პოეტსო, ვინ რა თქვა? ნიჭია ვიზიკო, მანცა. როდვილი ვაშლი გაგორდა. ხო გედაცვალი. დავიწყოთ მე შენი სოფლიდან ფამფალეთიდან. გურიის რაიონი ფამფალეთიდან დამიწყე ეცი ბატონო ძალიან მომეწოდა უყური გურულები ხო სასწაულებს უთყამენ ახლა აგერ სანამ შემოვიდოდი თეთრში ისეთები მითხრა რომ ხო ხავდი რა და ფამფალეთი მოძრავი ყოფილა მიწა ყოფილა და ფამფალეთი რა ორი ახსნა არის გებრიელი რა და სოფელი შეესაბამება გურულს იხარტეს სოფელიც მოძრავობს რა ხო ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ჩემო ჯაბანა და მადლობა განგებას რომ მომცა საშუალება შენთან მეგობრობის და ამ გადაკვეთის და რა ვიცი რა თუ ამ ხარში გავერიე რა სტუმრებსაც მე აი ამ სტუდიაში შენთან ერთად ვხედავ ამისათვის კიდე ძალიან დიდი მადლობა გაგახაროთ ღმერთო რა შეეხება რა გურიას ფამფალეთს ბავშვობას რა ვიცი ეხლა უცებ ისეთი რაღაცეები დამიტრიალდა თავში იმდენი სითბო იმდენი სიხარული იმდენი ლამაზი კარგი საზოგადოება რომელსაც სამწუხაროდ ეხლა ვეღარ ხვდები ეხლა აღდგომა მოდის ჩემო ბატონო და მომიწევს ჩასვლა და გასულ აღდგომას რო ვიყავი ჩასული და გავედი გორზე ჩვენ გორს რო ეძახიან მიმოვავლე თვალი და ფაქტიურად ჩემი ბავშვობა ბიჭო უკვე შეფენილია იქ ყველა ის ტკბილი მურაბა ადამიანი რომელიც ჩემს ბავშვობაში აი ესე ვეფერებოდი და სამაგალითო იყო ყველა ჩემთვის და ეხლა უკანასკნელი მოხიკანები არიან დარჩენილი ჩემთან და ვცდილობ რომ მოვეფერო იმ საზოგადოებას რომლებმაც სიმართლე გითხრა შეიძლება ითქვას რომ ცხოვრებაც მასწავლა და რაღაცა იმართულებაც უკვე თუ არის კიდევ ვინმე ჩემთან სახლში ეხლა არავინ არ არის სამწუხაროდ კერია ამ წუთას ჩამქრალია მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვაცოცხლებთ შეძლების დაგვარად იმიტომ რომ უფლის განგებით მოვახერხე ისე რომ ვაზი ჩავყარე, ჩხავერი ჩავყარე ეზოში. ხო და თეთრი თუ ვარდისფერი. ეს არის როზე, ბორდოსფერი, სამია ბორდოსფერი ღვინო და ერთ-ერთი ეს არის. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ბიზნესის კუთხით გამოვიყენე ეს მდგომარეობა, მაგრამ მე მგონია რომ ვაზი ისეთი მცენარეა რომ ჭიშკარს არ დაკეტავს იქ არასოდეს. იმიტომ რომ მე როგორც იქ დავიბადე და გავიზარდე, მე რო იქაურობა მიყვარდეს ეს ბუნებრივი მოვლენა. ჩემი შვილები მაინც აქეთ დაიბადნენ, გიждდებიან, ისე უყვართ იქაურობა, მაგრამ ჩემნაირ სიყვარული შეიძლება ვერ მოვთხოვო. ამიტომ ვაზი არის მცენარე, რომელიც იმ ჭიშკარს არ დააკეტინებს და სანამ ეს დალოცვილი მცენარე იქნება იმ ეზოში. თან წამალი დაგირგია ბიჭო. ადესა რამდენი გახახალებული. ადესა მოუქსპო. პერეგაროთ კაროჭიდება. პერეგაროთ კორბია ყოლე რა. არა რასა ის ხო იცი ცნობილი სტუმარი და მასპინძელი რო შეელაპარაკდა ერთმანეთში ადესას სვამენ რა და მასპინძელი ეუბნება ეს ჭიქა უჭირავს ხელში და აი შაქარი არ მენანებოდესო ახლა ამ წყალს ხეშევდი სახეშიო. 4 კილო შაქარი 16 ლიტრა წყალი ძო.
შაქარია და მოდა შესაძლოა. ხო, ერთი შოთაია გოგუაძე ყავდა გურიაში საოცარი კოლორიტი კაცი და ერთ მეზობელს დაუწერა სიმღერა რა. გეფიცები გულით ნატროფ ეგვენახი გაქმობოდესო, ვერ გეშოვოს შაქარი და ჭაში წყალი ჩაქშრობოდესო. ხო. გედიალური ხალხია რა, ეხლა მე მამაჩემს ბიჭო, აი მამაჩემა შემაყვარა ბავშვობიდან რა. ეხლა მამაჩემ მუსიკოს დირიჟორი კაცი იყო, ეხლა ნუ იქ ეხლა სიმღერა არ არსებობს. ნუ სტამისკისა აქ დათქომე ეხლა შემოგვიყვე რომ ეგ არ არის ადამიანების დაწერილი. მამაჩემ მეუნდებოდა ეგერი აკაურებე. ეგერი არიან ჩამოს ინაპლანცი აი ენელევს ჩამოყვდენო, ეგ არ არსებობს. ერთმა მოზამბიკელმა ფერატკანიანმა მითხრა სხვათა შორის ეგ ჩვენ ბიჭებს ერთი რაღაცა იქ სტუმრად ყავდა და წამოდგა ფერს ქრისტიანი იყო სხვათა შორის. და მაშინ გითხრა რომ თქვენო არა ხართო ადამიანები. თქვენო ეხლა 60-დანო ღმერთმა გამოგაგზავნათო რომ ჩვენ უბრალო ადამიანებსო გვაცნობოდო რა არისო 60-ში როგორი ცხოვრებაო და ასე მოგვიხადა მადლობა და ასე რომ აპრობირებული ამბავია ეს რომ ამბობენ რომ არ არიან ესენი. ხო არ არსებობს. თავდაბალი ხალხი ბიჭო საოცრად სითბო და საოცარი. არა რანაირი ხალხია სულელი რანაირად არის გულ აბზალიო და ჭკვიანი არ გვაქვს. ჭკვიანი ჩვენთან თვითონ რანაირი ჭკვიანები აი აღარ ჩაუმაგრებელი. არა რაზია და ჯერ მე ისეთი საოცარი კოდი აქვს მოწყობის, აი ინტეგრაციის, თავისუფლების, მე მგონი მსოფლიო ფორმულა არის ბახმარო ჩვენთან კურორტი. აი ეს რო აიღო ჩემისა ავიდე ბახმარო არის და გომისმთა არის გურიის კურორტი, ხო, მაღალმთიანი. ავიდა გურული რომელიღაცა წელს ტიპი ააშენა სახლი და ღობე არ შემოარტყა. ანუ კურორტი არის გური კურორტი, სადაც ღობე არ აქვს. კი ბატონო. ყველა ერთი ვართ იქ რა. განურჩევლად კანის ფერისა, სარწმუნოებისა, მრწამსისა, ყველაფრისა, არაფერი სივრცე არის იქ, არავისი ღობეში, არავინ არ მიძრებს. განავინმე მუთხრა რომ ღობე არა, ესე შინაგანი კოდი აქვს ესეთი თავისუფლების, ყველა ერთი ვართ ამ დედამიწაზე სხვათა შორის და აი ეს 2050 მეტრია. 2050 მეტრი. ავიდა ტიპი ააშენა სახლი, მე მეორე ავიდა იმანაც ააშენა და საზღვარი არ დაარტყა. აგა რამიდა იცი რომ ხა ის მინდა თქვა ციტირება უნდა გავაკეთო. კი ბატონო. ხო, აი ხა გურული მეტად ჩქარია ლაპარაკშიო. ესე ჩქარი ყოფილა გურული ლაპარაკში, ეგადრე ყოფილა. ხო და გოგებაშვილი სიტყვას ვამბობ, გოგებაშვილი ამბობს. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში ყოფილა. ცხარტი, კი ბატონო. საქმეში თუ უყვარს პირდაპირობა და ზუსტ პირმოწნებობაო. კი ბატონო. საფათ მოსდის გულიო. და თოფის სამალივით იცი საფეთქებაო. მაგრამ ჩქარა ისე მშვიდდებაო. ესე იგი მე როგორც ვიცი არის ტემპერამენტის 4 ისა ფაზა. სულ ყველა საკმაყოფილებს. არა, ფლეგმას არა. ფლეგმას დავანებოთ, კაი, სამი იყოს. ხოლერიკია, სანგვინიკია და რაღაცაა კიდე ერთი და ხოლერიკიც არ არის. სანგვინიკი და ხო მელანქოლიკი არ არის. სანგვინიკი და ხოლერიკი. აქედან ორიდან არის 50%. ხო რა, ცეცხლები. არის, კი ბატონო. ყიაში აჯენდე. ცხენზე თუმით ვინ გადარიეს ამერიკა. ხო, გადარიეს ამერიკა. კი ბატონო. ის კი იყო და რა გამიყავი ხარ რომ შემოდიოდი მოყევი ერთი გაფიცები რატო წევი და ტყეშიო ისო ხო ისა ყაჩა ფირალები ყავდათ ხო ცნობილები ჩვენ ყანას თოხნი და სისონა ყანას თოხნი და ხო და 1 გექტარი ყანის გამარგლა არა აპაწასახმე და ოფლი რომ მოიწმინდა პირველად ბიჭო გახედა ბევრი ქონდა გასათოხნი იქა და დახედა თოხის პირს და მტკაველი დაადო ასე თოხის პირს და დაიწყო ზომო რამდენჯერ უნდა დაერთხა ხო და 500 რო გადაახტა გაიქნია ეს თოხი არაზო არა აჭედა ტყეშიო რა წავიდა ტყეში მაგაშია არავის არ შეუწეხება არა ლიან ყავს თეატრში კინკლაძე დირექტორი ჩემი დედიკო იგივე რა და ამას წინათ რაღაცას მაღაზიაში ვართ გაიგე და რაღაცას მოკიდა ბიჭო ხელი და რაღაცა და ვერ იცნო და იმ კონსულტაცია უნდა ეს რა არისო რა კონსულტანტ მოხდა ესო პალტოს საწმენდია სამაკ პალტო სამაკ პალტო უცე კი ბატონო კითხვა პასუხებზე ხო ვაში შეიძლება მაგის ხმაი მარტო არჩევნებში ვარ გაო ახლა არ უნდა ახლა მაგას ახლა თქვა და იმ წუთას მიხვდები რას ამბობს რა იმიტომ რომ არ უნდა იმღეროს მაგან არ უნდა იმღეროს შენო გულშიც არ იმღერო ჯიგარს გეიფუჯა ხო ეგ ცნობილი ამბავია გულს გეიფუჯა კი ჩქარა ლაპარაკობენ თუ არ კარგად თუ არ დაუგდე ყური შეიძლება გაგიჭirdეს ევიდა წყალაზე მუხჩა ბოლი ინჯაყვა ბარძაღი
გეგი ახლა რა თქვა შენ? ავიდაო, ჩამოვარდა, მოუტყდაო ტოტიო და ჩამოვარდა. კი, კარგად გულისყურით უნდა მოусმინო, მაგრამ გულისყური თუ მოусმენ. რას ლაპარაკობ? უკეთეს ვერ გეიგებ და ვერაფერს. თუ სიმღერას თუ მოусმენ, თუ გეიგო და უპერესი. რა, საოცარი რა. გამილამაზა, ბიჭო, მამაჩემო რო ჩამიყვანა ერთხელ და სამი კაცი მეიყვანა და ორი კვირა ვიყავი სანადირო წასული ბაღლინჯოს ყავდი დაჭრილი. და იგი და ორი კვირა ვყავდი სანადირო 14 წლის ბიჭი და როგორ ავალ იცი სახში მიდა და იქიდან შემომატარა ვანის მთებში ვიყავდი და ჩამიყვანა შემოქმედში რა. იქ დაუძახა პატარები ვარ იგი 75 წელია თუ რაღაც 76 წელი. ხო და სამი კაცი დაჟდას ტაბლასთან ნარდი გააგორე და თხილი და არაკი ხო იცი? აი ეგ რა კარგი ტრადიცია რა. სანამ სუფრა ეწყობა მის კუჭი და მაშინ სუფრა. აზიალაბა. და მიდის ამბავი და რაღაც ეს სამი კაცი დაჟდა რანაირი იცი ბიჭო დოუბანელი ვარ იქიდან ჩამოსული. დაბანა მინდა სახში უყურე ბიჭო დიდი ცხვირით დაბალი კაცი შავი შაშვიჩიოდა დეიწყეს ბიჭო და გამიარენდელონ და სამივე ბიჭო აი რა გითხრა რანაირად იმღერეს იცით ეგ აი პირობას გაძლევო იქნებ მოახერხო და ამ ზაფხულში გაგიცოცხლებ მაგ ისტორიას ჩემთან ვაი შენ გედა აი მაგ სამ კაცს დაგისვამ და ამ ზაფხულში გაგიცოცხლებ მაგ ისტორიას თავისი ნარდით თავისი თხილით თავისი ჭაჭის არაყით და კაი სამი გურულით გემრიელით დიდი სიამოვნებით ბიჭო რას ლაპარაკობ დიდი სიამოვნებით აი ერთი დიდი სიამოვნებით მანდ რო ჩავდივარ აი რა ვიცი ერთი უზარმაზარისა თან მე რა ვახარო რო კითხე ვიღაცო სახსრები და უსახსრობა ლადოია სირაძეს როგორ ახარეთ სახსრები და უსახსრობა მაწუხებს გენიალური არა კი ბიჭო მე ძმაკაცი რო ურეკავს ძმაკაც სადახარო აგერო მოალ ახლავეო ანუ აგერ მიხვდა ყველაფერი ხო წაი იქანა იმაში იგია მეიტანე მიდის იმას მიაქვს და რაღაც უნდა ხო კი შენ გებულობენ ამას როგორ იცი აი რა გითხრა შესაბამისად მეც გებულობდი მამაჩემი რომ მეტყოდა მიდი იქინე ის მოიტანე მეტყო და მივდიოდი და ის მომქონდა რაც უნდოდა სასაული ხალხი გადასწრები კაკები რო ლაპარაკობს ბრილიანტო ერუკაში ხო ის ფილმი რო არის რო ეგო აი მოჟეთბით და ნახევარზე რო ეთანხმები ის ცნობილი ამბავი ხო იცი ბერიასთან რო შესულა გურულები ავტონომია გვინდაო ხო არა ბერიასთან მივიდნენ დელეგაცია გურულების და ანუ ასეო ავტონომია გვინდაო და ბერიას უთქვამს ასეო არ ხდებაო ავტონომია რომ მივანიჭოთო რომელიმე მხარესო მოსახლეობა 1.5 მილიონს უნდა აჭარბებდეს უიო 1.5 მილიონი ვიღოთ შენთან მოსვლელი უარ დავდგეო 1.5 მილიონი გურული 1.5 მილიონი გურული წარმოიდგინე სოფიოს აიღებს გაასაბო შენ თავში თუ გაგრამი აი თვისებები გურული სახა აი რას ატყობ რას ხედავ ხოლმე აი მაგალითად აი სიფიცხე მაგალითად რა არიცი ყველა გურულში არის ეგ ქვეცნობიერად რა შეიძლება შენ თვითონ ვერ დააკვირდე მაგრამ გააქვს რა თქმა უნდა კი უცებს ფიჩკასავით ასანთივით იცის აფეთქება მე შეიძლება დაფიქდე კიდევაც და გინანო კიდევაც რატო აფეთქდი მაგრამ იმ მომენტში კი მაქვს ეგ აფეთქება უცებ ძალიან შეიძლება ბევრი რაღაცა რომ უცებ შეიძლება ისე აფეთქდეს საერთოდ არ იყოს ასაფეთქებელი რა აბსოლუტურად მაგრამ პრობლემებს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მე დავფიქრებულ ვარ ხანდახან რომ რატოგაც არაფერ შვაში არ იყო, მაგრამ უცებს სადღაც წარმოგარტყავს მაი გურულობა. წარმოგარტყავს. და სიმკვირცხლე და მოусვენდრობა მაქვს, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან და რა ვიცი, ერთი წუთი არ ვჩერდები მოკლედ რა და სულ მოძრაობაში ვარ. და არა ის საიყავის ისტორია, ბიჭო, ყველას აქვს, მოდი მეც ეხა როგორ აი კოლმეურნეობები რო იყო თუ გაფ. კი, როგორ არ მახსოვს. პატარა ხარ, კოლმეურნეობები რო იყო მაგ პერიოდში გადაღებებზე ვიყავი და კოლმეურნის თავმჯდომარედ წაგვიყვანა კოლმეურნი. კი ბატონო. 0 შესტოვი, მაშინ ახლა თავის მატორით რამე ხო იცი? 0.3 მატორით. აი შეგრული. 0.3 მატორით ფრინავდა. აბა 0.3 მატორით მაინც არცინაცადი უკვე 0.3 მატორით და აბას ახლა მაგალა ჩვენთან თამადა კაცმა გაგვიშალა სუფრა ამსახები დააქვს აივანზე შეუბადო და ას მეორე სართულზე ვარ და ამან ბოშმა გამოიხა და მამა დაუძახა და უძახა ამან ბატხო ეგასაგებია გავალახა და მაშინ ბონიემი რამე რა ეხლა მეათე კლასელი ბიჭია და ჩაიჭდა ბიჭო მაგალითად წევიდა და ეხლა ბიჭო ეს არის ბიჭო უბერავს თამადობს გენიალურად ხებს აუ დედავა გადის ხმა მისი და ბლენერა ახლა დანერვიულდა ახლა 12 საათი არ ჩანს პირველი საათი ეს ბოში არ ჩანს გაიგე და აი იქვესებოდი ხა მაგალითად ბევრსა ეგეთი ისტორია ახლა და მეც გადავხვდა მე და მოვეს ბოში და ჩუმა დააყენა მაგრამ დავიდა მეორე სართულზე შეძრა და ბიჭო დაუზახა ამან ხო და მე ვიდა ახლა გეიდა დადგა ასე დაბრალ დგას ეხლა იყურება ახლა აქედან იმიდან ახლა ველოდებით ახლა სიჩუმია დაძებო გახედა მან ჩახედა საიღავი კითხა ამას გაიგე აბა სავიღავი კითხა
აი, საიყავი გითხრა. საიყავი გითხრა. საიყავი. საიყავი, ნახევარი საათი, ბიჭო, აცამან უთხრა, საიყო, აცესაც არ ეშვება, ბიჭო, მე ვთქვი, უთხარი, საიყავი, მეთქი, ბიჭო. აი ისე და გოგოებთან ერთად ეს გადამხდა, ეგეთი. კი ბატონო, მე მამაჩემს პირველად უთხარი მერვე კლასში ვიყავი მანქანამად ხოლმე, კაკრას 0 ყავდა 0 მოტორს. მამა მანქანამად, ბიჭო, წავანა იციო? კი მეთქი, მოყვანაო. ნახოთ მე ვთქვი. ალა ვიყოლაფერი და ორ სიტყვაში აბსოლუტურად საოცარი ხალხია ორ სიტყვაში ულიჭიერეს 14 წლის ვიყავი პირველად რომ სტუმრები დაბადების დღე გადამიხადა დიდი ხო და ღვინის ჩემი სამღერგზელო რო იყო ღვინო ამოიტანა და სანამ ის ამოვიდა ყანწი დავლია ხო და რო ამოვიდა შემომხედა და დალი ყანწიო მეთქი კი მეთქი გეტყობო ამთავრა ყველაფერი 2 წელი აღარ დამილებია მე. იმის ის ხო გითხრა ხამა მე მახსოვს სადღაც მოყევი შენ გენიალური რატო არ სვამ იმიზა მაგით თამარა დეიდამ აბა ბიჭი რეიზარ სვამნენა რომ სვამდი იმიზაო. კი მე ვთხარი. ეხლა ეგრეა უკვე არა ვერ და სასმელთან არა ვერა და მაგ ძირითადად ამანდამაინც ადესის დამსახურება იყო მაგი მოკლედ რომ რა გითხრა ბევრი ვერ ესე იგი სხვათა შორის 14 წლის ვიყავი რომ შევეპარე ხო და ყველას უყვარს ხო იცი სიმღერა გიტარა ამბავი ეს მითხარი შენ ბავშვობიდან გერი და გერო და ბაბუა მამა დედა და ჩემი დიდი ბებია იყო მოკრი მანჭულე სერიოზული ნინა ფოცხიშვილის ქალი ხო და ალბათ იქიდან გენები წამომყვადა მიყვარდა ესე და იმე დაქსვა გასავლა როგორ არის იცი არა სახში მღეროდით ძირითადად ოჯახური იყო მამაჩემს სტუმარი უყვარდა სულო ხალხურს 24 საათი სტუმარი იყო ჩემთან გამოგვიყვანდა სიმღერა და მე სკოლაში რო ვიყავი მეორე თუ მესამე კლასში ერთი მწოვანი კაცი მობრძანდა სკოლაში და ბავშვებს არჩევდა და მე მომისმინა და წამოდი ჩემთან მომითხრა და წამიყვანა და აღმოჩნდა და ეს კაცი ბატონი მიხეილ შავიშვილი უზარმაზარი ლოტვარი საოცარი და წამიყვანა ბატონმა მიშამ თავისან დადიოდა სწავლობდა მაგას აი ნუ გენიოსი ადამიანი იყო და ასაკში იყო უკვე 2 წელი ვიარე მე ესტრადა გაიხსნა იქეთ და მაშინ არ მომეცა იმის განსაზღვრე სწორად ვერ განსაზღვრე ესტრადამ გამიტაცა უფრო ისე ფორტეპიანოზე არ შესულხარ და რამე 7 წელი დამთავრებული მაქვს ფორტეპიანოსი ხო და ასე შემსვათა შორის მე ისე მოხდა რომ ფორტეპიანო მე ცეკვაზე დავდიოდი მე გარმონე გაგვიხდა კონცერტის წინ ცუდად ხო და რა ვქნათ და ადრეში აკორდეონის სწავლა გარმონის სწავლა მომიწია ხო და ასე რომ ქართული ინსტრუმენტი არ არსებობს რომელსაც არ უკრავდე არა ეგეთი რამე არ არსებობს ამ დაკლაზე ხوار გვიმღერებ რამე შენს ვა შეგენაცვალე აქ იმღერებს კაცი აბა რა სიზარს პატარა გიტარას ეს ლევილის მამულში საფრანგეთში ვიყავით სარშან ლევილის მამულში სამინისტროს პროექტი იყო დმანისის თეატრიდან და იქ წამოუღე ჩემს პატარას მოკლედ და არაჩვეულებრივი გიტარა ხო ერთი სიმღერა უყვარდა საწყალ მამაჩემს და ამდამაინც არ მღერის ამ სიმღერას არავინ და მოდი მოვსინჯოთ იქნება ვაიმე სიამოვნებით სპეციალური ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრი ცხერი ბალაღზე გოგმანე აფრინდება და ფრი სანამდე არ აფრინდება არავინ ერჩის მწყერს აფრინდება და ვაიმე და აფრინდება და აფრი მინამა მიწაზე დავდივარ ყველას სიკეთეს ვგური აფრინდები და ვაიმე აფრინდები და აფრი ტყვია იწივლებს შურისა თლად მიმამსხრევენ ფრთებს ვაიმე ჩვენი სიცოცხლე და ალბათ ასეა დღეს ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის ცხერი ბალაღზე გოგმანებს აფრინდება და ფრი
სანამდე არ აფრინდება არავინ ერჩის მწეყეს აფრინდება და ვაიმე და აფრინდება და აფრი მინამ მიწაზე დავდივარ ყველას სიკეთეს გური აფრინდები და ვაიმე აფრინდები და აფრი შავი საფანტი იშლება თეთრი სეტერი იქრის მე მაინც უნდა ავფრინდე და ავფრინდები და აფრი მე მაინც უნდა ავფრინდე და ავფრინდები და აფრი რა სიმღერა ძალიან არის ვისია და რამესა ვისია არ ვიცი ვისია მამა ჩემი მღერო და ვაჰ რა ბატონი კოტე მახარაძე კითხულობდა მგეს მორის ფოცხიშვილის ლექსია როგორც ვიცი მაგრამ მუსიკა ვისია არ ვიცი ბიჭო ვინ დაუკრა ვინ ჩამოკრა ეს არ ვიცი აი ესე იგი მამა რა ხნის იყო მამა იყო 45 წლის როგორ დაიცვალა აჰა რომელ წლიანი იყო 60-იანი შეხედე აგერ 2 წლის ჩემზე უფროს კი ბატონო ესე იგი ნუ ვიღაცისგან ქონდა ვიღაცისგან თავისთავად ქონდა არ არსებობს იქ რაღაცა ქონდა აი არ გამიგონია ხო არ მღერის არავინ სხვადასხვა კარგი სიმღერაა მიყვარს ძალიან შემოგევლე მე დიდი მადლობა რა ძალიან გაგახარ მადლობა რომ მომეც საშუალება რომ ამა ჩემიც გამეცოცხლებია და ეს სიმღერაც ღმერთმა გაანათლა გაგახაროს რა მინდა რომ გითხრა ახლა ამ დალევასთან დაკავშირებით პრობლემები რო გაქვს ახლა ნუ ეს დროები არა ეს საბოლოო განაჩენია ფაქტობრივად რატო რა მოხდა მითხარი მე ვიცი რომ მეუღლის დამსახურებაა ძალიან დიდი მეუღლე გავიცანი საავადმყოფოში რო დავწექ ჩემი ექიმი იყო აჰა იგი გავიცანი აჰა აი კიდე ცალკე ისტორიაა რა ბიჭო არ ვიცი ცუდად გავხდი ნუ როგორ იყო იცი 27 წლის ვიყავი რომ პატარა რაღაცა თითქოს შემაწუხა მივედი ექიმთან მითხრა რომ ნერვოზულია მეტი არაფერი რამე გენეტიკური არის არაფერი აბსოლუტურად ხო და დავიწყე ამ ნერვოზულზე და ამ გავიდე 6-7 წელი და ისე მოხდა რომ რთულ მდგომარეობაში მივედი რა ისე მდგომარეობაში რომ ფაქტობრივად 32 წლის ვიყავი ბიჭო რომ მიდიოდა გულის გადანერგვა ფაქტობრივად გადარჩენაზე არ ფიქრობ თვითონ მეუღლეს აქ მიწერილია ბევრჯერ მოვყევი ეს დედამისისთვის მსახიობი ბიჭი დააწვინეს რომ დამაწვინეს იმღამეს იტალიელი მყავს მე იტალიელი მოქალაქეა ჩემი სიდედრის ხოთა შორ ჩემო მეზობელმა მითხრა მაგარი გოგო მყავს სიდედრი რა მართლა კაი გოგოა რა მაგას ვერ ნაცვალებენ და ლადოია მითხრა სირაძე აი შენი სიდედრიო კაი რომა იმიზაა იტალიაში თუ იტალიაში რომა იმიზაა კაი რომელიაო მე ვთხარი არ ვიცი მაგრამ კაი ხომაა და კაი ხომაა აი ამის არ მიფიქრია ხო არა ქიშობა თვითონ ჩემო მეუღლე მიწერა რომ ესე ბიჭი დააწვინესო წელიწად ნახევარზე მე ძვერი ცოცხლებსო რა მე 4 თვეში კი მიწერა ახსოვსო და რა ხდება ცოლად მიყვებიო და ქეცა მომყვა და ასე კაკი ორი შვილი გეყავს ხო ესე მოხდა რა რაღაცნაირად კიდე დიდხანს კაცო 100 წელი იქნები მაგაზე რას ლაპარაკობ არა ეგ გულის ამბავი ხო ვიცი რომ იკეთები ბიჭო ამ რაღაცა ხო არა აპარატი მიდგას ეხლა რაღაცა მაგრამ ეს ცოტა სხვა ის არის რა ქვია დაახლოებით 2%-ში ვარ მაქსიმუმი რამდენი წელია უკვე ჭიქა გვინ ვარ დაგილები ჭიქა როგორ არა დაახლოებით შეიძლება თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ ერთი გასხოვებული სასმისი შეიძლება დავლიო ან ქორწილში ან რაღაცა მსგავს ღონისძიებას ეს აღდგომას ეხლა ვიცი რომ ერთი კაი განსხვავებულს დავლიო კიდეცვალი კაცო დიდხანს ვიყოლები კიდე ეგეც ღმერთის გამოგზავნა არაფერი არ ხდება სადმი მიყვანა როდის მიყვანა რა დროს სად გამაჩერა აბარა აბარ კიდევ ეხლა ლევილი რახან ვახსენეთ მან მთელი ჩემი ცხოვრება ხო წმუნდები რომ დალოცვილი გამჩენის garaში ღერია ბრუნდება დედამიწაზე ლევილში რო ვიყავი ეხლა 25 დღე ვიცხოვრე იქ სადაც 16 აღაწმინდა და 16 კაცი დააბიჯებდა იქ დავფიქრდი კიდე რაღა მანდა მაინც ამ კაცს ჩააბარა იმ გამჩენმა განგებმა იქ ყოფე უამრავი მაგრამ იმას უნდა ეპატრონები ყველაფერი არ დაგვრჩებოდა არაფერი ამიტომ იცის იმან ყველაფერი ერთი ბეჭედი მაგაზე ვთქვი ბიჭო ერთი ბეჭედი გაეყიდა და საჭმელი ეჭამა უჭზე გავლილი ამბავი მაწონზე შიერზე რას ლაპარაკა ყველაზე რთული გამოცდა არის აბარა საოცარი კაცი ქართულ მასალას არის ღვთის კაცი აბარა საოცარი სახელია
საოცარი. ჩემი გურული იყო ბატონი. აბა რა, მაგას ვენაცვალე. გურული მაგარი იყო. ერთი და ორი გურული ბიჭო. არა, რასაო. გერიოსები ბიჭო, გიდა მეცნიერები, გიდა რომელიც ჩამოთვალოთ. კი ბატონო. ჩვენი ახალგაზრდა აგერ ახლა ექვთიმია გასაგებია ერქომაიშვილი აგერ ბატონ უზარმაზარი. აზურმა რა საქმეც გააკეთა ეხლა. აზურმა გადაარჩინა ქართული გენოფონდი, ქართული სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. აბა რა ვართ ჩვენ ვართ, რა ვართ? კულტურა ვართ ჩვენ. და რა გაქვთ ბიჭო ეს, რა გაქვთ ეს? მადლობა გაქვთ. აპატიოს ყველა კუთხე კუნჭულმა ახლა ამ ბოლოდოს მე გურულები ახლა როგორ აბასიას კიდე დიდი გურული მყავდა, კვაშარი მყავდა. ნუ გზა საოცარი, აუ რა თბილი გადაცემა გქონდათ რა, თქვენ გენაცვალე. დიდი გურული. მაგას ვენაცვალე, ჩემი და ისეთ რამეები, საოცარი. წელიმტკივა ხო მოგიყო ეგა? ხო რა. ჩემთან 100%-იანი აბდალი ვარო. მეც ვიძახი მაგას, მაგრამ კურნალო. საოცარი კაცია რა, იბაზე გიждები. ფულს ბაბუობის რო უყურდა, მიადგებოდნენ და გამოუგდებდნენ და უგდებდნენ და შპილკას მოაბამდნენ, გამოუგდებდნენ. შპილკას გამოუგდებდნენ. დიდი ბაბუა ყავდა. გამოუგდებდნენ უსახუთებადი ბაბუა სასაული და გამოუგდა დამთავრდა რაო ფულიო, არა შპილკები. აღარა მაქვს შპილკა აღარ მაქვს წეიღებს ქალით კოშოპერდა. ახმელიაზე რო უთხეს დალიო და ვერ დავლევ წელიმტკივა, ხო იცი? საგა ნუ გზარჩე. და არაო დღეს წელიმტკივა. საგა გამაწელიო. საგა გამაწელიო. მაგას ვენაცვალე მოვიკითხავდი ის სიყვარული და კიდე მაგას ვენაცვალე, მაგარი კაცი, გენაცვალე თუ გზა. ხო და ვერცმა გაანათლოს ალიკო კიდე. ო ხო და მოდი გადავიარდე ახლა რაფერი წამოვიდა შენ როგორ რატო სახიო რაფერი მოხდა შენი სადამთავრებია მითხარი მეუღლე ექიმი ყავს მეუღლე ექიმი კარდიოლოგი ჩაფეძის კლინიკაში ეს კარდიოლოგია მოვიკითხო შენი მეუღლე ვენაცვალე მაგას ძალიან მიხარია რომ ერთად ხარ და დარწმუნებული ვარ რომ ხერა ღვაწლია ამ ადამიანს შედაბი სერიოზული ეხლა მე ვიტყვი საოცარი ადამიანია სხვათა შორის ეხა ისეთი მდგომარეობა იყო ჩემთან მაგირო წამოვიდა რომ ყველა იქ ხო ექიმი იყო ოჯახი იყო რა იყო რაშვებიო ხო პირველად შემიყვარდა ჩემ სიცოცხლეში ვენაცვალე მაგა ამთავრა ყველა დიდი მოკითხვა აბა ჩემბანო თამარი ხაბატონ თამარს დიდი მოკითხვა აქედან ჩემბანო დიდი მოკითხვა შემოგევლეთ გენაცვალეთ მე თქვენ და გადავეყრებით ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შენ გენაცვალო შემითავი მითხარი ახლა მსახიობობა რა გინდოდა რატო არ ჩააბარე გემოკვებაზე რამე რაღაცა მეღვიდე რაღაცაზე იმაი ფულზე კონსერვების კაფის დირექტორი ესე იგი ბავშვობიდან მოკლედ ამ სიმღერაში და დაიგრა და ცეკვა და ამბავი და მაშინ სასკოლო ოლიმპიადები იმართებოდა რაღაცეები იყო და მოკლედ ისეთ მიტაცებდა სცენა რა ხო ასე იყო ისე იყო სკოლაშივე იყო სკოლიდან მოყოლებული მოკლედ სცენას არ მოშორები ვარ რა პატარაობიდან სულ პატარა ისეთი ამბებიც იყო ქალბატონი ზინა იყო სალუქვაძე აცხონოს ღმერთმა კარგ ღონისძიებებს ატარებდა და ლექს კითხულობდი ხოლმე კარგად პატარა ვიყავი მაშინ ბავშვი ვიპარებოდი სახლიდან კაცო უნდა გავიპარებოდი და კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას და მე ბაბუას ოთახში შევიპარებოდი იმიტომ რომ მამა ჩემი ოთახში ვერ შემევიდოდა ის იყო კედელი იბასავით ასლაპარა იმ ოთახში შევიდოდი აძარი იყო ეხა იყვირებდნენ გარშემო მაგრამ იქ რა შასიარ ხო და ეს და ძალიან მინდოდა მსახიობობა მოკლედ მაგრამ მაშინ ცოტა ესეთი პერიოდი იყო რომ მშობლების ას ძირითადად მაინც და ოჯახისას უფრო ითვალისწინებდა ჩვენი თაობა და სამედიცინოზე ჩავაბარე ჩემო ჯაპანა ოჯახის მოთხოვნით და 3 კურსი დავხურე აქ თბილისში ჩამოვიდა დედაქალაქში დავხურე 3 კურსი კი ბატონო სამედიცინოზე ჩავაბარე 3 კურსი დავხურე და მე 1999 წელი იყო კოსტავას თეატრში ექსპერიმენტალური ჯგუფი შეიქმნა კანდიდ გურგენიძე იყო ხელმძღვანელი და შევყავი თავი იქა და მე იქ თემურნაცლიშვილი იყო ლადო მექვაბიშვილი იყო ნაირა გელაძე იქ ლია კინგლაძე იქ აზიკური და ლიტერატურის ის ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ლიტერატურული თეატრი გავაკეთო თუ არა შუქი არა არაფერი პატარა მოზენ იქედან მოყოლებული შევრჩი და ეს ჯერ ჩაბარებული არა გაკ უნდა მეკითხა იკითხვა ვიდო მაგრამ გაგერ წამოხვედი შენ თო ლიტერატურული თეატრი არა აი კაკრასე მივედი ჯგუფში და იქვე ჯერ ჩაბარებული არა გაკ თეატრალურში კაკრას მივედი 3 კურსი დახურე 3 ოღონდ სახლში არ მithქვამს არაფერი სახლში პირდაპირ გავაქანეთ კეცეიკა მერე რომ ვისთან ჩააბარე აი კანდიდ გურგენიძე იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი მერე რომ მომიწია თქმა რომ რაღაცა და რაღაცა ისიც არ მithქვამს რომ თეატრში საქმე მქონდა
რა არ მინდა სამედიცინო მეთქი კაცო. არ არის ჩემი საქმე. სხვათა შორის მართლა ოპერაციას დავესწარი რა და იმდენად სულად იმოქმედა ამან რომ იხდი რომ რაღაცა თან გულიც რომ არ უდევ და არ იქნება კი იქნება და გამაქანებინეს და იურიდიულზე ვატაკე. ჩემო ბატონო კიდე და პარალელურად იურიდიულზე ვსწავლობდი 3 კურსი იურიდიულის დავხურე. და მე უკვე მივხვდი რომ ჩემი საქმე იქ იყო სადაც ვიყავი და მიყვარდა რასაც ვაკეთებდი რა. მთელი ჩემი არსი ვერც მოვშორდი რა ამდენი წელია. არ იქ სადაც მიყვარს ყველას. ეს ლიტერატურული თეატრი ხო? ლიტერატურული თეატრში. ხო, ლიტერატურული თეატრში ნაირა მაგას ვერ გასვალე კაცო. ერთად დავიწყეთ ყველაფერი 99-ში. ბარათაშვილის მე ნაირა საწყალო იტალიაშია. ნუ ჩემი და იქო მაგას აოცარი ადამიანი. ძალიან მაგარი მამიშვილი. ძალიან მაგარი დედა. აი ოჯახიშვილი რა. რას ლაპარაკობ? ვიცნობდი მამამის მე დედამისთან. აი რა დედამისთან მეგობრობდი. დავადების დღე არ მოდიოდა მოკლედ. აი გადის ეგრე კადრები ერთ-ერთი სპექტაკლი შემობატონო. ეს არის სისხლი, ნოდარ დუმბაძის გეგა ქურციკიძის სპექტაკლია, ნაირა არის ბებია, კი ბატონო მე დიდ ნოდარს თამაშობ. საოცარი გოგო, საოცარი გოგო. კი ბატონო, ფუტკარა. იტალიაში ვარ დაყობი საბერძნეთში, იტალიაში გადაღებები. გადაღებად კოლელიშვილთან ერთად რო ვიყავით. კი, ვიცი ყველაფერი. კი ბატონო, ასე რომ ესე მოვდივართ ერთად მოკლედ და და ეს ლიტერატურული თეატრის ამბასთან დაკავშირებით მითხარი ხა დღესაც ფუნქციონირებს 99-ში ჩამოვაყალიბეთ მე 2003-ში მოხდა იქ მიწისძვრა იყო რაღაცა და შენობის პრობლემა იყო და იზა ორჯონიკიძე იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი მაშინ და მოვედი იზასთან ხო და მე ვთხარი ასე თეატრია რაღაცა ასე გვაქვს მე ვთხარი და აქეთური კი ბატონო მოვზანდითო დიდი სიამოვნებით მივიღეთ მე ვთხარი იჯარა რა იქნება გადასახდელი მე თეატრს რა იჯარა უნდა გამოვართო მოდითო საქმე გავაკეთოთ დღეს მოკლედ ისია რომ სეზონზე სადაც 300-დან მე ექსის ამაკ წაკითხული ის კი არა მაგ კი ბატონო ოღონდ რაღაც ერთი ეგ დიდი ხნის არის უკვე ეგ იზა ორჯონიკიძე რო იყო იქიდან ახარ შენ იქ 2003 წლიდან ვართ ლიტერატურის მუზეუმის შენობაში და სააბონემენტო სისტემა გვაქვს მოკლედ სკოლის მოსწავლეებს ვემსახურებით და სადღაც წელიწადში 300-350 სპექტაკლს თამაშობთ რა. ნუ ვიცი სასაულებს აკეთებ. სხვათა შორის ყველა მეკითხება ბევრი აფიშა და ეს არა გვაქვს, იმიტომ რომ სექტემბრის ბოლოს გაყიდულია ივნისისათამდე ყველა სპექტაკლი აბსოლუტურად რა. აფიშა არა გვაქვს. ვიცი რომ ეგეთი ამბავი. ვერ მოვშორდი მოკლედ მაგას. ძალიან მიყვარს. თან ამ ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად საინტერესოა ჩემი მაყურებელი რომ მოდის ახლა. რომ აი იმდენად საინტერესოა, იმდენად საოცარი მაყურებელი არა, ეგეთი მაყურებელი ვერსად ვერ ვნახე. ყველაზე მართალია. ისეთი ინდიკატორია, რომ აი ამ ხელა არ გამოგივა არაფერი. გულულად რო გითხრა, ახლა ეგეც და გულულად დაგისვა გითხრა. ინდოეთში რა გინდოდა თუ სიკვდილი არ გინდოდა? გაფიცებოლა. ინდოეთთან დაკავშირებით გითხარი ახლა. ერთი ორი სიტყვა. სამინისტროს პროექტი იყო. ხო. და დვანისის თეატრიდან მომიწია ინდოეთში გასტროლზე წასვლა მოკლედ რა. და ჩვენ დვანისის თეატრმა კონცერტი მივეცით ინდოეთში. ქართული სიმღერების კონცერტი მივეცით და ჩვენთან ერთად იყო ფოთის თეატრი, ზუგდიდის თეატრი, სამტრედის თეატრი, ამათმა სპექტაკლები ითამაშეს რა და ასე რომ მომიწია დვანისის თეატრი. სიხარულიძეს გიორგი ბატონი გიორგი სიხარულიძესთან კი ბატონო. ჯერ სანამ გიორგი იქნებოდა დვანისის თეატრის სამხატვრო-ხელმძღვანელი ერთის გამოტოვებით მე ვიყავი. დვანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. იმიტომ რომ 2001 წლიდან ქალბატონი ზინაიდა იყო მაშინ. ზინა სახელობისა. დიახ, ზინა სახელობისა, ბატონი ჯუმბერ კოპალიანია კიდე იქ საოცარი ადამიანი და მაშინ ახმეტელის თეატრიდან ახმეტელის თეატრში ვიყავი მაშინ და სპექტაკლებს თამაშობდით დვანისის თეატრში აქ ვაკეთებდით და მივდიოდით რა ყველაფრის გარეშე აბსოლუტურად და მე 2012-ში ჩამოვიდა ბატონი ჯუმბერი და შეიცვალაო ყველაფერიო და გვაქვს შანსიო რომ რაღაცა გავიმართოთ წელი და დამიდექი გვერდშიო მითხრა და წავედი და 4 წელი ვიყავი დვანისის თეატრში. მე გამოვედი, მე ერთი ახალგაზრდა ხმაწვილი იყო და ახლა გიორგი დაბრუნდა. გიორგი მივიდა სიხარულიძე და თეატრი უკვე სექტემბერში გაიხსნება. კაი ბიჭი ვიდა. საოცარი თეატრი. გაკეთდა, გიო საოცარი ბიჭია, საოცარი. ხო და ასე რომ წავედით დვანისის თეატრიდან დიდ ინდოეთში. აჰა. დიდ ინდოეთში ჩავედით ამ ინდოეთში. და მე და ისის უთავი დაგვდა. ენით აუწერელი. ხო, ენით ასატრეკი. ხო, აი რა რიცი ნახო უნდა ერთხელ ადამიანმა ჩახვიდე უნდა ეგზოტიკური მხარეა ორი აზრი არ არის. რამაც გამოუცა ეს არის ამ ხალხი ყველა ბედნიერია ბიჭო. აბსოლუტურად ყველა. კი.
დიდარი ღარიბი ქუჩაში მაცხოვრებელი, აი ხა ახლობით ვიცით, ხო თან იქ მან რაც ხდება. ღარიბსა და ბიზნესშორის არის ეგეთი დიაპაზონი არ არსებობს. სასწაული, უზარმაზარი, ვერასდროს ვერ შევა ხო, კონტაქტში და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, მაგრამ და კიდევ მსახიობები არიან ღმერთები. ჩვეულებრივი ღმერთები. ჩვეულებრივი ღმერთები. სახთარ ველოდებიან და რომ გამოვიდნენ და ხელს რო დაუქნეს და ამისთვის რომ ლოცულობენ და 20.000 მიყავს აი ბაჩანა ქვია აი არის ის ღმერთია რა სახიობები არიან ჩვეულებრივი ღმერთები რა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო დახვედრა მოგვიწყვეს რა იმდენად ალალი იყო ეს დახვედრა მათი მხრიდან და იმდენად გულწრფელი იყო და იმდენად გაოცებულები და მოხარულები იყვნენ რომ გვიყურებდნენ რომ სასიამოვნო საყურებელი იყო ეს აი ფოტოებიც ვნახოთ ძმაო აგერ აჰა კი ბატონო აგერ არის ფოტოები კი ბატონო ეს არის სამტრედიის თეატრი 12 განრისხებული მამაკაცი გიორგის სპექტაკლია კი ბატონო აი ეს არის ნუ იყავით იქა აჰა აი ეგერ ვარ ჩემო ბატონო კი ბატონო ვიცეკვეთ საოცრად ჯანო დაგლიჯა სპექტაკლი ითამაშა ყვარყვარე ითამაშა ჯანო ფოტი კი საოცარი იჭიერი კაცია კი კაცო ჯანო ვიცეკვეთ კი კარგი გამოვშობინე მე პოზიციაში მომიყავი 2 წელიწად 3 წელიწად ვიყავი პოზიციაში და ფოჩი ვიყავი აქ გაგვანაწილეს მაშინ ასე განაწილე აქედან რომ დავამთავრებდით ეგერ მიბზანდი ჯერი ქუნა ჯარიც მოვიარე იქ ნაწილი და მთელი ამბავი მაგიერა ბატონო ახლა შენ თამადობა და ამბავი გიწევს ისე მიზევს რა არის იცი უღვინოთ და ძალიან საშინაურო სიტუაციაში ახლა უამრავი შემოთავაზება უამრავი რაღაცა მაგრამ ფიზიკურად ამის საშუალება არ არის მაგრამ გააქსურვიდი თვითონ აი როგორ ახარ თუ ხაც არ უტეხავ იმიტომ რომ ვიცი რომ არაჩვეულებრივი თამადა ხარ მე მაგალითად უგუნ თამადობას ვუთხო ძალიან რიგითი წევრი ვარ გადასარევი თამადობის თხოვნა აი რომ ძალიან ვერიდები ამ საქმეს რა თან როცა ამ სითხესთან ვერ ახლობლო ეს საქმე არის ძალიან რთული გახდა მაგრამ თორსა ჩემს ოჯახის წევრზეა საუბარი ჩემს ძმაკაცზე და თუ ის მის ოჯახში ბედნიერება და ეს გადამდებია მაშინ მოგიგდეს ჩემი თავი იცოცხლე გამოყვები ბოლომდე მაგრამ ისე მიჭირს ვერ კარგად იცი რა ეხლა მე ვიცი ეგ ამბავი მაგის აი დედასპიცა ვარ თუ არ იყოს საქმე ეგა რა საქმე აი საქმეა ძმაო ეხლა მე გეუბნები პირდაპირ უღუნთ მაგას ნუ დამავალებ შეიძლება ეგოისტობის ბრალია ეგ რიგითი წევრი ვარ გადა თუ კიდე მოუყვები რა თუ არა და არც იმას არ მოუყვები ისი კარგად ვარ არ შეგიშლი ხეს მოგისმე გეთანხმები აბსოლუტურად დალებად ხელმძღვანელობა მე უნდა აკონტროლო რაღაცა ყველაფერი უნდა აკონტროლო ჩვეულებრივი საქმეა ხელობა აი ზარმაცი ვარ ეგეთ რა თუ ამას სწორი კუთხით შეხედავ და სწორად გაანაწილებ ეს ძალიან მეტად საპასუხისმგებლო საქმეა აბა რა საპასუხისმგებლო საქმეა და თუ გახსენე რა მე ისეთი ისტორია თამადობასთან და იმასთან დაკავშირებით სუფრასთან დაკავშირებით თუ კიდე რამე რაღაცა ისეთი თუ კიდე ესე იგი სუფრასთან მართლა მთელი ცხოვრება სუფრასთან ვარ აი მე ხო ამანდამაინც არ მიყვარს თამადობას რო ეტყვიან მაგრამ მამა ჩემს უყვარდა თუ არ დააყენებდა თამადობას ვინმე თან კარგი თამადა იყო მაგარი თამადა 24 წლის იყო სოფელში დანიშნეს ფერმის გამგედ მამა ჩემ ფორმაშია 130 კილო წონით მე მაგალითად რო თამადობდი საჭმელს ვერ ვჭამდი და მამა ჩემი რო თამადობდა ერთ 10 ლიტრა ღვინოს სვავდა ხო და საჭმელს ჭამდა ჩემტერ შეუვარდა ხო და დანიშნეს თამადად სოფელში ქორწილია და ფერმის გამგედ და ერთ კვირაში დანიშნეს ქორწილში თამადად და მთელი კოლმეურნეობაში რო ახსენე წეღა თავმჯდომარე ლაბორანტი საბჭოს თავმჯდომარე ყველა იქ არის და პირველად შეხედეს მამაჩემის ფადრის თამადობას და კაცი გლიჯავს ყველაფერს ბიჭო და ერთი გივი იყო სიამაშვილი თავმჯდომარე გადაულაპარაკა იმას დედა ლამა რა გიუნდოდა ახლა ჩვენ კოლექტივსო სამწელიწადში ქეცდა იდეიშალა კოლექტივი აღარც იყო დასამა კოლექტივი აღარც იყო არაფერი და ხო რავი მე რა გითხრათ რთულია ხიზელი თამადობა და თან რთულია ძალიან თან მე უკვე 3-4 საათის მე უკვე რო შეზარხო ხდება საზოგადოება ყველა მოდის ყველა გეფერება ყველა რას ეძახი მაგარ თამადას აი მაინც აი მაგარ თამადას აი რა როგორ ფიქრობ რა ჭირდება აი ორატორული ჭირო ჭირდება ამაზე ორი აზრი არის მაგრამ თუ თამადობა ნამდვილი უნდა იყოს სადაც თამადობს იმ ხინის
ყველაფერი უნდა კონდეს გაზიარებული და შესიზღვრცებული. თვითონაც თუ ხარობს, იქ რაც ხდება. თავისით მოდის იქ ყველაფერი რა. ხო და ამიტომ მე ვერიდები უცხო საზოგადოებაში არასოდეს არ მითავადია. იმიტომ რომ ვერად ან ფხიზელიეს არ გამოვა და შენ თუ იმას შეიგრძნობ რა სიხარულიც იმ მომენტში იქ ტრიალებს და გათავისებული აი ეს ყველაფერი იქ გამოვა ყველაფერი. აქედან თუ ლაპარაკობ ყოველთვის გამოვა ყველაფერი რა. რამეს ხარ მივღერებ კიდე ჩემო კარგო ადამიანო. რამეს შეგენაც. აი რამეს ისეთ რომელიც შეგაგიხარდება რა. ვა. იბატონ. თავზე დამეცა. ობოლი წვეთი ნეტავრა იყო. წრემლი თუ წეყალი. არ ვიცი ალბათ ღმერთს შევეცოდე ჩამოუგორდა ციდან კურცხალი არ ვიცი ალბათ ღმერთს შევეცოდე ჩამოუგორდა ციდან კურცხალი შემოდგომა დაღები ჟამმა დამინიავა აგერ ხედავ კარს მომდგარს დეგემვერს და იანვარს ნეტავ რა მოხდებოდა ცოტაცა დაეგვიანა ქარს ვკითხე ქარმა რა მოგიტანა თა მაგაცე წილი ცახმას არ იღებს სადღაც წყალს გაღმავერ ისე გიტარავო ქარის მოტანილს ქარი წაიღებს შემოდგომა დაღები ჟამმა დამინიავა აგერ ხედავ კარს მომდგარს დეგემვერს და იანვარს ნეტავ რა მოხდებოდა ცოტა დაგეგვიანა გენაცვალე დიდი მადლობა შენ რა მინდა რო გითხრა ჩემო კარგო ადამიანო რა მე ხა სადგიძელოებთან დაკავშირებით ვიყავით მაგ სუპრასთან აი კახელებს აქვს ნუ ხო აქვს პივის სადგიძელოები სასაულები რა რო აი არის ეგეთი აი სასაცილო სადგიძელო რამე ისეთი თუქსმედია რამე რო აი სადგიძელო უთქვამს ნებს რაღაცნაირად რო მე გამოვიგონე ერთი სადგიძელო რაც ღვინოს არავსო აბა რაც ღვინოს არავსო წყლის ძალა და კოკა-კოლა შემოსავალი მოგცეს მოხდა. რა კიდე რა. აბატონ, ესეც გურული. ეს არის, აი, ვერსად ვერ იმასე. ჩემია. მოკლე და კონკრეტული. მამაზე მეტი ძალოსვა მე არ ვიცი. არაფერი არა. არა შეგენაცვალო შემიძლია რა მაინტერესებს ეხლა აი გეგმები რაღაცა აი ხა რასაპირე ბევრი დრო ახლა რეგლამენტმა წაიღო თორე ვიждებოდით ახლა კიდე რამდენი დიდი შედარებით რა რეგლამენტი უნდა გავიდეთ უნდა შემოვიდეს სხვა განაცემა აკიდა ეხლა რა მინდა იცი რომ აი რასაპირებ აი რა გეგმები რამე არის ისეთი გეგმა და რამე ეხლა როგორც გითხარი ამ ჩემს ლიტერატურულ თეატრს ვერ მოშორდი და ისე მიყვარს შვილი როგორც ჩემი შვილი ისე რა სახზე მე დროს მან ვატარე ახალს ვაკეთებთ სულ ჩვენ სულ ვაკეთებთ ახალს სულ მუშაობაში ვართ ეს არის მოგეხსენება კერძო თეატრი და არასდროს არავინ არასფერში არ შემიწუხები ეხლა დამეხმარა თბილისის მერია სხვათა შორის გახმოვანების აპარატურა შემიცვალა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისათვის გარდა იმისა არასოდეს არავინ არ შემიწუხები არაფერში ამ წუთას რეპერტუარში მაქვს 32 მოქმედი სპექტაკლი ხო და შენობაში იწყება რემონტი ახლა რემონტი და ვარ ძიებაში რომ ეს 2-3 წელიწადი სად შეიძლება რომ შევიყვანო ჩემი თეატრი რომ არ გავჩერდე იმიტომ რომ ამის გაჩერება არ შეიძლება და ამაზე მეტი გეგმა ამ წუთას და საფიქრალი მეტი არაფერი სახლში მშვიდობა სამეგობროში მშვიდობა ყველა სიკეთით და ჯანმრთელათა ვარ და ეხლა ერთი რაცა მაქვს საპატრონო ჩემი თეატრია და ღვთისმადლით კიდე ჩემი თავი და ძალიან გაიკაცი ხარ და ვინც გვისმენს ეხლა ჩემო ბატონო და ერხელე წიფება ჩემო ბატონო ამასთან დაკავშირებით გაგახაროს ამ კაცის თხოვნა რაღაცნაირად დავეხმარო საოცარი თეატრია ეს თეატრი
დიდ საქმეს აკეთებს. გაახაროს ღმერთს. ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად გამოვხედეთ თუ შეიძლება, ვისაც შეგიძლიათ რომ გამოვხედოთ, ახლა მე გინდა გამიყევია და გინდა არა. ვერ დავეხმარ ვერც ფინანსურად, ვერც ისე. ასე რომ შენ გენაცვალე, კოტე, ჩემო კარგო რა. წარმატებები მინდა გისურვო რა. ძალიან დიდი მადლობა. როგორი ადამიანი ხარ, იცი, ძალიან გამიხარდა და მე მეტი დავმეგობრდები ჩვენ და მეტი გადავიყრებით და აუცილებლად სუბსიამოს მანდამეც ახლა მეც ვეღარ ვიკლავ თავს უკეცროვანების გამო სმით და ასე პატარას მე მოუყვები და შენც თუ არ სვა და პატარა თუ გავატაროთ ერთად შემოგიღმეთ მას შემაძლებიო სამამქარში მთელი ცხოვრება შენს გვერდით ყოფნა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საოცარ თბილ გარემოს ასეთი ლამაზი თბილი დახვედრისათვის და შინაურული მოფერებისთვის. დიდი მადლობა შენ გენაცვალო ჩემი თავი წარმატებებს გისურვებ, ჯანმრთელობას გისურვებ. შენს ოჯახს, შენს გარშემო ყველა კეთილმსურველს შემოგატანო შენსაც რა. იყავი მაგრად ბატონებო და ქალბატონებო. ეს არის 98 და 5 არის ჯაპანას პაპანაკება, ასე ქვია ამ გადაცემას და დარჩით ჩვენთან. ნუ მიგვატოვებთ, გვიყურეთ და გვისმინეთ ხოლმე. არაფერს წააგებ დამიჯერეთ. გადაცემის შემდეგ კიდე შემოვა ეკავებ ხვაძე თავის გადაცემით. დარჩით ჩვენთან მეთქი რო გეუნებით. არ გეუნებით თქვენს. მადლობა ჩემო. მადლობა. უღრმეს მადლობა. გაიხარ. გაგახაროთ ღმერთო. მადლობა.